ანდრე დარახველიძე, ნინო გალუსტაშვილი, კობა ჩაგუნავა, მიხეილ ჯინჯოლია და ლაშა კოტრიკაძე ჩეხეთმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი დარახველიძე, მოსამართლეები და პროკურორი დაასანქცირა. სანქცირებულთა სიაში ყველა მათგანი პროტესტის მონაწილეების სასტიკი დარბევისა და პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირების საქმეების გამო მოხვდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულ პირებს პირდაპირ პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ქმედებებზე. თავარის ინფორმაციით ჭუბერში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, შემთხვევა წუხელ მოხდა, ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, კაცის ცხედარი მალევე იპოვეს, ხალის კი მდინარიდან დილით ამოასვენეს. 2 მილიარდი ევრო უკრაინისთვის, ევროკავშირი ომში მყოფი ქვეყნისთვის დრონების შეძენას გაყინული რუსული აქტივებით დააფინანსებს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. კრემლის პროპაგანდისტი დუგინი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტიის მარცხით უკმაყოფილოა. მისი თქმით, რუსეთმა მოლდოვაში სიტუაცია არასათანადოდ შეაფასა. კრემლის იდეოლოგი ამბობს, რომ მაია სანდუს პროევროპული პარტიის გამარჯვება მოლდოვაში პროდასავლური ძალის საბოლოო გაძლიერებას ნიშნავს. უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ძვირად ღირებული რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის რადარი დრონებით გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ამცნობს.